Let me greet you, all of you. ძალიან ძიმე თამაში ჰქონდა შოტლანდიასთან. It was a very difficult game with Scotland. თამაშის შემდეგ პირდაპირ ჩარტერი რეისით 7 საათი კიდე თვითმფრინავით ვიფრინეთ. And after the game we flew with a chartered flight for 7 hours. რა თქმა უნდა გუშინდელი დღე ცოტა ძიმე იყო, თუმცა გუშინდელი დღე ცოტა ძიმე იყო, თუმცა იმედია დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოგვადგებოდა იმისთვის, რომ აგვედგინა ძალები. It was a difficult day yesterday, but we used today's day to maximally regain the strength of the team. ხვალინდელი თამაში ისეთივე ძიმე იქნება, იმიტომ რომ ირლანდიას გაუჩნდა შანსი მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. თან სახში თამაშობენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოტივირებულები იქნებიან. Tomorrow's game will be also very difficult because the Ireland now has a chance to play in the European Championship and they are at home, so they will be very motivated tomorrow. თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ესეთ დონის გუნდებთან, როგორც შოტლანდია და ირლანდია, მაქსიმალურად გამოვაჩვენოთ საუკეთესო მხარეები იმისათვის, რომ შემდეგ შესარჩევ ციკლში უკვე ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისათვის. But it is our aim when we are playing with the teams like Scotland and Ireland to show our best skills and for the next selection session to have better opportunities. Thank you very much. Any question, please? Are we able to do any answers in English or not possible? We can try, but mainly we prefer Georgian. Okay. One in English would be fantastic. Maybe I'm going to say it to the end or just one generally. თუ შეიძლება გკითხოთ და თუ არ დაიქნებ ბოლოსთვის შევინარჩუნოთ ეს თუმცა ბოლოს გკითხოთ. Okay, first questions. Okay. Just firstly, did you say you had a difficult journey? Because we know for Scotland they had a very difficult journey back home from Tbilisi themselves. ან რთული გზა ჰქონდათ ხო შოტლანდიიდან? კი, რა თქმა უნდა, თამაში ძალიან რთული იყო, ძიმე თამაში იყო ხა ირლანდიას გიბრალტართან ჰქონდა, ჩვენ შოტლანდიასთან, რომელიც ასეთივე ძალიან მოტივირებული იყო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი ენერგია შევალიეთ ვიდრე მე ვთვლი, ვიდრე ირლანდია. მაქედან გამომდინარე, თქვი რომ ჩვენ უფრო ძიმე თამაში ჰქონდა ვიდრე ირლანდიას. So we had a very difficult game with Scotland. They were very motivated to play there. And we had Ireland played with Gibraltar, and I think they didn't spend that much strength with them, so they are in a better situation compared to us. How much confidence do you take into this game, having won that match? რამდენად დარწმუნებული ხართ იმის გათვალისწინებით, რომ მოიგეთ თამაში? ხვალინდელი? Do you mean tomorrow's game? ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ და შემდეგ ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვიძახი, მოტივაცია რა თქმა უნდა ირლანდიას მეტი აქვს, იმიტომ რომ სატურნირო ცხილიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი თამაშები და ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად კარგად კომპაქტურად დავდგეთ, მაქსიმალურად ვეცადოთ გამოვიყენოთ ჩვენი შანსები. We will do our best tomorrow. I know that Ireland is more motivated tomorrow. But we'll use all these kind of games to show our best sides. Miranda. მე მაინტერესებს ანუ როგორ ვითამაშებ პირველი წინააღმდეგ, ანუ თქვენ განაცხადეთ მატჩამდე, რომ შოტლანდიასთან და ირლანდიასთან 4 გოლის აღებას ვაპირებთ და აგრესია შეტევაში გჭირდება მეტი აგრესია. როგორი თამაში იქნება ხვალ და მევან ასევე შენც მინდა გითხრა. გასხოვოთ უშემატკივარი მაყურებელი თქვენ. So, as you said, we are going to get 4 points from Ireland and Scotland. So, how are we going to achieve that? And also, Levan, if you could be so kind as to tell us what sort of game we can expect tomorrow. No, ჩვენთვის მთავარია მე როგორ მდგომარეობაში იქნება ხვალინდელ დღეს, იმიტომ რომ არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც მიკროტრამვები აქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია თქვათ როგორ ვითამაშებთ ხვალე. თუმცა ფაქტია რომ ესეთი კონკრეტულად ჩვენ ვთქვათ რომ თქვენ თავიდან ვითამაშებთ პირველ ნომრად თუ შემდეგ
რა თქმა უნდა შევცვლით ტემპს ვეცდებით რომ ყოველ შემთხვევაში ბურთი ავიღოთ თუ მოვახერხეთ როგორც შოტლანდიასთან ძალიან ბევრი მომენტი იყო როდესაც ბურთი კარგად გვეკავა ეს ჩვენი მიზანია და მოვძებნოთ ის შანსები რომელიც შეგვექმნება აქედან გამომდინარე ნახოთ კიდევ ერთხელ ვიძახი პირველ რიგში თავარია რომ რა შემადგენლობით ვითამაშებთ ხოლმე Everything depends on the situation with the players. They have some minor injuries, so depending what team we will be playing tomorrow.